You cannot win a democratic mandate by censoring your opponents. დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებთ თქვენი ოპონენტების ცენზურითან ციხეში ჩასმით. JD Vance-ის ეს გზავნილი ჯერ მიუნხენის კონფერენციიდან მოვისმინეთ, შემდეგ კი სახელმწიფო დეპარტამენტისგან იმდენჯერ, რამდენჯერაც ივანიშვილის პარტიამ ოპონენტების დევნა წამოიწყო. ახლა კი მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ყველა მოწინააღმდეგე ციხეში გამოკეტა, რეჟიმი სწორედ მიუნხენის კონფერენციაზე მიიწვიეს. Თქვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოქმნილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებთ. მოსაწვევი რომ უკვე ჩაიბარეს დღეს ეს ივანიშვილის პრემიერმა შეგვატყობინა, თუმცა კობახიძე უსაფრთხოების გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობას თავად არ აპირებს. უმაღლეს დონეზე პარტიამ თავი მხოლოდ აშხაბადში ჩასვლით შეიწუხა, სადაც მშვიდობაზე პუტინთან ერთად იმსჯელა. მიუნხენში კი დასავლელი პარტნიორების გარემოცვაში რეჟიმს სავარაუდოდ მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენს. დეტალურად ეს იქნება მაკა ბოჭორიშვილი თუ ვინ იქნება? შეიძლება იყოს მაკა ბოჭორიშვილი, საზოგადოება გაიგებს ჩვენგან ამასთან დაკავშირებით. კიდევ ვინ იქნება ბატონო ირაკლი? მე არ ვქნები მიუნხენის მაკა ბოჭორიშვილი შეიძლება რომ იყოს მიუნხენის კონფერენციაზე. ეს რას გეუბნებათ, კიდევ ერთხელ მთავრობამ მიიღო მოსაწვევი, მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. უნდა ვენდოთ თუ არა კობახიძეს. საქმე ისაა, რომ ივანიშვილის პარტია მიუნხენის კონფერენციაზე შარშან არ მიუწევიათ. რა შეიცვალა ახლა? კობახიძის ინფორმაციას ფორმულა კონფერენციის ორგანიზატორებთან ამოწმებს. მათგან განმარტების მიღებამდე კი შეკითხვაა ისიც, რა მანდატს გულისხმობს ეს მოსაწვევი. ანუ ბოჭორიშვილი მხოლოდ როგორც მსმენელი ჩავა მიუნხენში, თუ მას ტრიბუნასაც დაუთმობენ რომელიმე პანელზე. ნებისმიერ შემთხვევაში რეჟიმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს პარტიის პოლიტიკური გამარჯვება და მისი ლეგიტიმურად აღიარების დასტური არ არის. მიუნხენის კონფერენცია არ არის დასავლური პოლიტიკური, რომელიმე დასავლური სახელმწიფოს რაღაცა განშტოება, ხო არა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მაგალითად გერმანიის. თავისთავად ეს მიწვევა თან უნდა ვნახოთ, ანუ მიწვევის შემდეგ სად იქნება ქართული დელეგაცია წარმოდგენილი, ეს იქნება მთავარ პანელზე მოხსენება იქნება თუ რომელიმე მხარდამჭერ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას თუ უბრალოდ წარმოდგენილი იქნებიან როგორც მაყურებლები, ხო? ანუ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მაქვს განცდა, რომ უბრალოდ ამჯერად დიდი ენერგია დახარჯა ქართული ოცნების ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ამ ღონისძიებაზე მოსაწვევი მიეღოთ და ეს სუფთაისტი პროტოკოლური გამარჯვება შეიძლება იყოს და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური. თუმცა ოცნების გზავნილი სწორედ ეს იქნება, რაც გამოცდილებითაც ვიცით. სულ ბოლოს ასე მოიქცნენ მილანშიც, სადაც JD Vance-ისთვის ხელის ჩამორთმევაც კი შეხვედრად გაასაღეს და ლეგიტიმაციის მამტკიცებელ მასალად აქციეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პარტია მიუნხენში ვიზიტსაც პროპაგანდისტულად გამოიყენებს, თუმცა როგორიც უნდა იყოს შეფუთვა კონფერენციაზე დასწრება წესით რეჟიმისთვის კომფორტულიც კი არ იქნება, რადგან აქ დასავლური სახელმწიფოები მტრული ძალებისგან თავდაცვის გზებზე იმსჯელებენ. ოცნება კი საკუთარი პოლიტიკით სწორედ ასეთ ძალას წარმოადგენს. მაინტერესებს რა უნდა ილაპარაკო, როდესაც საქართველოს არის სრული იზოლაციის პირობებში თანამედროვე განვითარებული დემოკრატიული სამყაროსგან, იქ უნდა ახსნან რატომ არის საქართველოს რიძე და რატომ არის საქართველოს ახლა მაგალითად დასავლეთთან ომში. ჩვენ რატომ ვეხმარებით რუსეთს? აგერ ხედავთ ხო ყულევის თემაზე რა ხდება. ხელის ჩამორთმევა და სურათის გადაღება, რომ სახელმწიფოს რა ქვია პოლიტიკის წარმოებას ნიშნავდეს, რა ვიცი, ეს ამ სამყაროში ყველაფრის კეთება გაცილებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ ქვეყანაში არავინ აღარ ჩამოდის ნორმალური განვითარებული ქვეყნებისგან ვარ სრულიად იზოლაციაში. მნიშვნელოვანი არა ის არის მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება თუ არა ამ ფორუმს და სურათს გადაიღებს თუ არა, რაც ჩვენ ეხლა ხან მათ შორის მილანში ვნახეთ, არამედ ის თუ რა წონას შეჰმატებს მისი იქ ყოფნა საქართველოს გრძელვად ემშვიდობას და უსაფრთხოებას და ის რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით სრული კარხი აქ ირაკლი კობახიძეს და მაკა ბოჭორიშვილს მე ვფიქრობ ეს ძალიან ბევრი რამით გაცხადდა, მათ შორის იმით, რომ JD Vance ჩავიდა სომხეთსა და აზერბაიჯანში და არა თბილისში. და მას რა გზავნილით ჩავა ბრიუსელში ქართული ოცნება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეჟიმისთვის განსაკუთრებით პრობლემური აქ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა იქნება, რომლებსაც მუდმივად თავს ესხმის, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს. ვაშინგტონიდან მიუნხენში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტისთვის კი ოცნების რეპრესიული პოლიტიკის შესახებ ცნობილია შესაბამისი განცხადებებით და JD Vance-ის სიტყვებზე მითითებით, მათ არაერთხელ მოუწოდეს ივანიშვილის პარტიას ოპონენტების დევნის შეწყვეტისკენ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელზეც იქნება დაგეგმილი და განხილული ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხები. სრულად გაუგებარი არის, რაზე იქნება საუბარი ქართული ოცნების წარმომადგენელთან, რომელიც აღრმავებს ევროიზოლაციას და რომლის ქმედებების შედეგად საქართველოს სრულად არის გადაქცეული გლობალური პოლიტიკის პერიფერიად. ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურაში ასეთი დამოკიდებული
დამოკიდებულება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი იქნება ისევ და ისევ მთავარი საფრთხის რუსეთის შეზღუდვებზე, ცოტა გაუგებარია ქართულმა ოცნებამ რა შეიძლება შესთავაზოს დასავლეთს, ან რაზე ისაუბრებენ. სავარაუდოდ იქნებიან დაკავებულები ისევ იმით, რომ ეცადნონ რამენაირად სადმე კორიდორში რომელიმე ამერიკელი გამოიჭირონ და ფოტო გადაიღონ. კონფერენციის მოსაწვევი რეჟიმმა ბოლოს 2024 წელს მიიღო, როცა ანგარიში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად აღნიშნეს. 2025 წელს კი ღონისძიებას საქართველოდან მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტი და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. გამორიცხული არ არის მაკა ბოჭორიშვილს მათთან შეხვედრაც მოუწიოს. ფორუმი 13 თებერვალს გაიხსნება.